თბილისის მერიამ 45 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადასცა. საცხოვრებელი ბინები ჩუღურეთის რაიონში პაატა სააკაძის ქუჩის ნომერ 19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს. აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. შენობა ავარიული და საფრთხის შემცველი იყო. თბილისის მერიამ ოჯახებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და ჩუღურეთის რაიონში კაპანაძის ქუჩის 4 ნომერში გამოიყო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. ჩუღურეთის რაიონში კაპანაძის ქუჩა ნომერ 4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. 118 ოჯახიდან დღეს 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა Garden Hills-ის პროექტში. 8 ოჯახმა ბინები მიიღო დიდ დიღომში, ხოლო 12 ოჯახს ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხა. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება პირველ რიგში ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სააკაძის ნომერ 19-ში ავარიულ შენობაში, გადმოვიდნენ ახლად გარემონტებულ ბინებში და ნამდვილად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროექტი. იყო ძალიან ბევრი სირთულე და მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა მინდა უთხრა დედაქალაქის მერს ბატონ კახი კალაძეს, ვიცემერს ბატონ გიორგი ტყემალაძეს და კომპანიას, რომლებმაც ნამდვილად შეასრულეს თავის ვადებში აღნიშნული პროექტი.